როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს ჩვენს გადაცემაში ერთი სიმღერის პრემიერა შედგება. ჩვენი სტუმარია კომპოზიტორი ნესტან ტურაბალიძე. დილამშვიდობისა, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. სანამ სიმღერას მოვისმენთ, მოდით ვისაუბროთ ამ სიმღერაზე. ეს არის რამდენადაც ვიცით, საკმაოდ უცნაურ სტილში დაწერილი სიმღერა. სტილში, ასეთ სტილში საქართველოში იშვიათად იწერება სიმღერები, მოდით გვესაუბროთ ამის შესახებ. რას ნიშნავს ეს უცნაური სტილი? მოგახსენებთ ესე იგი უცნაურობა ესე ზოგადად შეიძლება აიხსნას იმით რომ სიმღერა არის ზოგადად ევროპული სტილისტური თვალსაზრისით სიუცხლე ვლინდება იმაში რომ თვითონ ინსტრუმენტობა ტემბრული შეფერილობა არის ორიგინალურია ძალიან ახლოს არის ლათინოამერიკული მუსიკის დამახასიათებლობასთან ასევე შეიძლება აქ იყოს მინიშნება ლათინურიდან დაუშვათ რიტმომეტრულ ბალანსში თვითონ სიმღერის, მაგრამ არის ამავე დროს ძალიან ღრმა ეროვნული, იმიტომ რომ ტექსტი არის ესეთი ღვთისმშობელი არის ნახსენები და აშკარად ასახავს საქართველოს თავისი ღირსებებით. ესეთი მიმართულება არის სიმღერაში. ესე იგი თქვენ გაინტერესებთ რატომ არის ესეთი ჟანრული მრავალფეროვნება ჩემ შემოქმედებაში. საერთოდ მხატვრული ნაწარმოების შექმნის პროცესში რამოდენიმე გარემოება ვლინდება. ერთი ეს ყველაზე მთავარი რომ თვითუფლისგან არის დაშვებული ყველა სიკეთე რაც ჩვენს ირგვლივ იქნება. არის შემდეგი პროცესი თვით წერის თვალსაზრისით. ერთი სხვაის არის ცნობიერი რომ გარკვეული პროგრამი წინასწარ მოფიქრებული პროგრამირებით, იდეით, თემატური ჩანაფიქრით ხდება ნაწარმოების შექმნა. აქ უფრო დროის ხანგრძლივი პროცესი ფიქსირდება შექმნის დროს და მეორე ვარიანტი, როდესაც ესე იგი აბსოლუტურად უქეცნობიერა წინასწარი განათლების პროგრამირების გარეშე მოლოდნელი შემოქმედებით, აი ბიოენერგეტიკული იმპულსით ხდება ნაწარმოების შექმნა. რა თქმა უნდა, ეს მიმდინარეობს უფრო მოკლე დროით პროცესში. და ეს ყველაფერი განწყობაზეა დამოკიდებული გარემოზე, რაღაც სასიამოვნო იმპულსებზე, რასაც ჩვენ ვიღებთ ჩვენს ირგვლივ და აქედან გამომდინარე ჟანრული მრავალფეროვნებაც მოდის შემოქმედებაში. რამდენადაც ვიცით, ვოკალს აქ თან ახლავს რამდენიმე ინსტრუმენტის. აი სწორედ ტემბრული შეფერილობა ინსტრუმენტობის განისაზღვრება, იმიტომ რომ არის 3 ლითონის ინსტრუმენტი, საყვირი, საქსოფონი, ტრომბონი, 2 დასარტყამი ინსტრუმენტი, პერკუსიებს უწოდებენ, 2 გიტარა. ელექტროგიტარა და თავარია თვით ჩანაწერის ხარისხი საინტერესოა, იმიტომ რომ ცოცხალი შესრულებით არის ყველაფერი გაკეთებული. ეგრეთ წოდებული ცოცხალი შესრულება. დღეს ჩვენს გადაცემაში პრემიერა შედგება, კიდევ საერთოდ შეუძლია მსმენელს მოისმინოს ეს სიმღერა კონცერტზე გატანას თუ აპირებთ. ვეცდებით რომ ყველა საინფორმაციო საშუალებით იქნას ეს გადანილი და წარმოდგენილი საზოგადოებისთვის. კონცერტის გამართვას არა. ჭირდება უფრო სერიოზული პროგრამის ჩამოყალიბება რომ და სოლისტი გვეყოლება თამთა ჭარბაძე. თამთა ჭარბაძე შემოგვერდება. ახლა სიმღერის პრემიერა. მინდა აღნიშნო რომ რთული სიმღერა არის შესაძლებლობა და ამ გოგონა მაითვისა ერთი თვის ინტერვალში და მე მგონი კარგად გაართვა. და სიმღერაზე საუბარჯობე მოვისმინოთ. Za
ძალიან დიდი მადლობა ნესტან ტურაბელზე. ახალი სიმღერა მოისმინეთ. თქვენ ახლა დიდი მადლობა სტუმრობისთვის.